პროკურატურამ მოტყუებით სახელმწიფოს დიდი ოდენობით ქონებრივი დაზიანების ფაქტზე ორგანიზებული ჯგუფის 8 წევრის მიმართ სისხლისამართლებრივი დევნა დაიწყო. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ფინანსური სარგებლის უკანონოდ მიღების მიზნით 2022 წლიდან ჩამოაყალიბეს ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი. ბრალდებულებმა ეტაპობრივად დააფუძნეს სხვადასხვა იურიდიული პირები, რომელთა მეშვეობითაც ახორციელებდნენ ხეტყის შეძენას და მის შემდგომ რეალიზაციას. სამეწარმეო საქმიანობის პროცესში მეტი სარგებლის მიღების მიზნით ბრალდებულები სისტემატურად არღვევდნენ კანონმდებლობით დადგენილ საგადასახადო დოკუმენტაციის წარმოების სპეციალურ წესს. საგადასახადო ორგანოში წარდგენილ დეკლარაციებს მუდმივად აზუსტებდნენ ყალბი მონაცემების შეტანით, რის საფუძველზეც არიხდიდნენ კუთვნილ საერთო სახელმწიფოებრივ გადასახადებს. აღნიშნული ხერხით ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა 2022-2024 წლებში სახელმწიფოს მოტყუებით მიაყენეს 4 მილიონამდე ლარის ქონებრივი ზიანი. დაკავებულებს ბრალდება სისხლისამართლის კოდექსის 195 მუხლის მესამე ნაწილი წარედგინათ, რაც სასჯელის სახე და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურამ ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა. საქმეზე გამოძიება გრძელდება ორგანიზებული ჯგუფის სხვა წევრების გამოვლენისა და მხილების მიზნით.